მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ იმპლანტაციისთვის მოსამზადებელ მნიშვნელოვან ეტაპზე, როგორიც არის სინუს ლიფტინგი ზედაყბაზე და ძვლის ტრანსპლანტაცია. მთავარი შეფერხება იმპლანტაციისთვის ზედაყბაზე საღეჭი კბილების მიდამოში არის ძვლის დეფიციტი, რომელიც წარმოიქმნება დროთა განმავლობაში კბილების დაკარგვის შემდეგ. რაც უფრო მეტი დრო გადის კბილების დაკარგვიდან, მით მეტი ძვალი განილება. ძვლის დეფიციტი კი შეუძლებელს ხდის იმპლანტაციას. სინუს ლიფტინგი არის ჰაიმორის ფსკერის აწევა და ძვლის შეტყმა. ტარდება საღეჭი კბილების საპროექციოდ და პაციენტთა თითქმის 50%-ს სჭირდებათ ეს ოპერაცია. ეს მიდამოს ანატომიიდან გამომდინარე. არის სინუს ლიფტინგის ორი მეთოდი, დახურული და ღია. სინუს ლიფტინგი, რომლის შერჩევაც ხდება პაციენტის ძვლის შეფასების შემდეგ. ღია სინუს ლიფტინგის დროს ზედაყბაზე კეთდება რამდენიმე მილიმეტრის ფანჯარა, საიდანაც ხდება ძვლის შეყვანა. რის შედეგადაც ძვლის სიმაღლე იზრდება, ამის შემდეგ 6 თვეა საჭირო ძვლის რეგენერაციისთვის, ანუ გაძვალებისთვის და შემდეგ ხდება დენტალური იმპლანტაცია. თუ ამ ოპერაციის დროს ძვალი საკმარისია იმპლანტის პირველადი ფიქსაციისთვის, ხდება ერთმომენტიანად დენტალური იმპლანტაცია და ღია სინუს ლიფტინგი. ამ ოპერაციის შემდეგ ხდება ნაკერის დადება და პაციენტს ვაძლევს სათანადო რეკომენდაციებს. ანტიბაქტერიალური, ანთებითი საშუალებები, ტკივილდამაყუჩებელი, ასევე ჰიგიენის საშუალებებს, სავლებებს ანტისეპტიკური ხსნარით და პაციენტს ვიბარებთ შემდეგ დღეს, რათა დავაკვირდეთ და შევამოწმოთ პოსტოპერაციული ჭრილობა. ნუ გადადებთ იმპლანტაციას, რადგან რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ძვლის პლასტიკის საჭიროების შანსი. დენტალური იმპლანტაცია, ღია სინუს ლიფტინგი და კერძოდ ყველა აუგმენტაცია ძვალზე კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით. ადგილობრივი ანესთეზია ცნებს ცვლეტაც რო იყოს უმტკივნეულო, გვაქვს ეგეთი საშუალება, როგორიც არის აპლიკაცია გელით, სპრეით, რის შემდეგაც პაციენტი განიცდის მინიმალურ დისკომფორტს. ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია საიმპლანტაციო არის მდგომარეობაზე და იმპლანტების რაოდენობაზე. ერთი იმპლანტის დაყენება საშუალოდ ჭირდება 20-30 წუთი. პროტეზირების დროს ხშირად აუცილებელია დაკარგული კბილის გვერდით მდგარი კბილების დაკრივა, რაც ჯანსაღი ქსოვილების არარაციონალური კარგვაა. ხოლო იმპლანტი კეთდება უშუალოდ დაკარგული კბილების მიდამოში და მასზე ფიქსირდება ერთეული გვირგვინი ან ხიდისებრი კონსტრუქცია. ძილის მოშუშებას სჭირდება დაახლოებით 5-7 დღე. ვადები დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე და პაციენტის მიერ პოსტოპერაციული რეკომენდაციების პირნათლად შესრულებაზე.